6 მილიონი ლარის ანაბარი, 2 მილიონზე მეტის დეპოზიტი, 2.700.000 ლარი ანგარიშზე, 725.000 ლარის მანქანები. ეკა ჭიჭინაძისა და მისი ოჯახის ქონება ისევ საზოგადოების განხილვის თემა. ეს არის კაპიკების შემყურეს 707.000 სოციალურად დაუცველის, 800.000 პენსიონერის, ომის ვეტერანების, დევნილების, მარჩენალ დაკარგულების და მოშიმშილე ბავშვების ცხოვრების გამკარგველი პარლამენტარის და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონება. წერს აქტივისტი სალომე სიმონია. კობახიძის მიერ დაანონსებული ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876 მილიონიანი ტენდერი შეწყდა. კობახიძე ჯერ კიდევ 1 წლის წინ ამბობდა, რომ 70.000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონი ქვეყნის იმიჯს დამატებით გააუმჯობესებდა და სამუშაოები 2025 წლის სექტემბერში დაიწყებოდა. ადგილზე, სადაც წესით სტადიონი უნდა მოეწყოს, ახლა ხალხი ცხოვრობს. სანამ პუტინი ფიქრობს, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება, წერს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი. მისი თქმით, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს და თუ პუტინი დათმობებზე არ წავა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად უნდა იმოქმედან. უკრაინის მასშტაბური იერიში კრასნოდარზე დრონების ჩამოგდებას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ცდილობდნენ. პარალელურად ჰაკერებმა საგანგებო შეტყობინების სისტემა გატეხეს და ქიმიური რადიაციული სიგნალები ჩართეს.